ცნობილი ანდაზა ამბობს, შვილმა ხელის გულზე კვერცხიც რომ შეიწვას, დედის ამაკს მაინც ვერ აანაზღაურებსო. თუმცა ყველა ჩვენგანს აქვს სურვილი მშობლებს ერთი და უვიწყარი დღე მაინც აჩუქოს. დედის დღისთვის მზადების პროცესში არიან სტუდია გვირილას ახსაზრდელებიც, რომლებიც ახალი პროგრამით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 3 მარტს კონცერტს გამართავენ. ნიჭიერ და თამამპატარებს ნიუსბოქსის კამერამ რეპეტიციის პერიოდში მიუსწრო. გვირილაში მისულებს მოზარდები მუსიკალური ნომრებითა და ცეკვებით გაგვიმასპინძლდნენ. პლასტიკა, ცეკვა, ვოკალისა და მეტყველების გაკვეთილები მათ ეხმარებათ წარმატებულები იყვნენ არა მხოლოდ სახელოვნებო, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, რასაც პირველ რიგში მშობლები ამჩნევენ. ასწავლიან მეტყველებას, პლასტიკას, ვოკალი და აი ეს 5 წლის არის ნინო და თითქმის აი ეს ვოკალური ისინი ძალიან განვითარებული აქვს. როგორც მოსწავლეებმა გვითხრეს, ყველაზე მეტად მასწავლებლები უყვართ, განსაკუთრებით სტუდიის დამფუძნებელი ერნა წიფურია. გვირილას, ანუ მოღვაწეობის 16 წელი უამრავი ბავშვი და ახალგაზრდა აღზარდა ჩვენმა ანსამბლმა და უამრავი ღონისძიებები, ფესტივალები. სტუდია გვირილა რომ წარმატებულია, ამაზე მათი ყოფილი მოწაფე თათიაც მეტყველებს, რომელიც არაერთგზის ჩემპიონია და სილამაზის კონკურს მის საქართველო 2008-ში კი იღებდა მონაწილეობას. გვირილაში ალბათ დაახლოებით 5 წლის წინ ვიყავი ბოლოს, მაგრამ დღემდე არ ვკარგავ გვირილასთან ურთიერთობას, რადგან ძალიან ტკბილი მოგონებაა ჩემთვის, მე ვფიქრობ, საუკეთესო ბავშვობა გავატარებ. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ბავშვებთან კონტაქტი და მათთან საუბარი იყო. გეთებთ ხოლმე აქ გვირილაში და რისთვის ემზადებოდით ახლა? გვირილას. 3 წელია. რა მოგწონს? მასწავლებლები და სიმღერები და ცეკვა. სიმღერით ხოლმე. ტუტი მიყვანდეს და მელასაც. მუსიკალური სოლო ნომრები, გუნდური მუშაობის პრინციპი, ქორეოგრაფიის გაკვეთილები თითქმის ყველა ასაკის ახალგაზრდისთვის ბევრის მომტანი უნდა იყოს. ბევრ ადგილას ვიყავი, მაგალითად მარმარიში, თურქეთში, ბულგარეთში. გვირილას კონცერტი დასრულებული სახით უკვე 3 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება.